ჩემო ჯიგარო ხალხო, განსაკუთრებით კვარტლელებო და ნუსუბიძის პლატოელებო. გავაკეთებთ შემაჯამებელ დასკვნა კლიპს. რა თქვა, მეგობრებო, ეხა იცით ეხა ის ჯეკი ჩანი, ტერმინატორი ეგენი, იცით ხო ეხა ბოლო მართლა ჩემპიონი ვარ და ანუ ხარვეზი ნაკლებად მექნება ვიდრე სხვებს. აი გულავში და იმეებში ბადალიანი. ხო, ახლა ესენი ვინ არიან ისინი გამოუცდელი ისინი. ეხლა თუ რაღაცა ესეთი მოხდა და ვაჟას მეორე კვარტალი ვაცხადებთ დამოუკიდებლობას და დაუმორჩილებლობას. არა, დამოუკიდებლობას და ჯერ დაუმორჩილებ, მე დავუმორჩილებ. კარგი. შევტა. ხო და აქ ჩიტი ვერ შემოფრინდება ჩვენი სანქციის გარეშე რა, ვიცით რა. ან ჩიტებმა მომართონ წერილობით ის და მე ვიზას ანივცებთ ან არა? აი ჩიტს გააჩნია. ჩიც გააჩნია, კი ბატონო. ხო, კიდე რას გპირდებით ეხა ზოგიერთმა ესე ვთქვათ ინდივიდმა ოპოზიციის რადიკალური ფრთის უდეგენერატესი განშტოების ზოგიერთმა გაუკვეველი სქესის ქალად დაბადებულმა წარმომადგენელმა აგიკრძალათ სექსით დაკავება არჩევნების წინ. მე პირობას გაძლევთ ჩემი არჩევის შემთხვევაში მსგავსი ინციდენტები აღმოფრული იქნება სექსზე შეზღუდვები და ტაბუ მოხსნილი იქნება. მე ხა ასე მიმაჩნია რომ სექსი კრუგლას უთოჩნიარი რა და მოკლედ საკრებულოში ხო პირველივე სხდომაზე სექსზე შეზღუდვის მოხსნის საკითხს მე დავაკეთე. ხო და ამიჩიეთ ვიზიებო აგერ სექსის თავისუფალ ზონად გამოვაცხადებ. ხო და რაც მე ვერ კარგად ვერ გითხარით, აი ჩემი რა ქვია რაზმის საბჭოს თავმჯდომარე გეტყვით ეხა დაამატებს 2-3 სიტყვას. მოკლედ მეგობრებო, ესეთი ამბავია. რა თქმა უნდა, აქ ხუმრობის და ირონიის დიდი დოზა იყო სოსოს გამოსვლაში, მაგრამ ცოტა სერიოზულადაც თუ შევხედავთ, თემა რა არის? წლების მანძილზე ჩვენ უყურებთ იმას, რომ ადამიანი ნუ სერიოზული. არა, მაცალე კაცო, სერიოზულობაშიც არის ირონია ერთი წუთი. ადამიანები საკანონმდებლო იქნება, ადგილობრივი მასშტაბის ორგანოები იქნება, მოდიან მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცნაირად საკუთარი კეთილდღეობა გააუმჯობესონ და ნაკლები დოზით ფიქრობენ ხოლმე ადამიანების ყოფიერ პრობლემებზე. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში. სოსო იუმორით იქნება, სატირით იქნება, ცინიზმითაც კი თუ საჭიროა. ცინიზმი როგორი საშინელი არ არის ყველამისი. მუშტიზმი. ხო, იქნება აი ამ ყველაფერს დაანგრევს, როდესაც დაინახავს, რომ ვიღაცას ბოდიშდა ხალხი ფერები კიდია. ამიტომ იუმორის კარგია, სიცილიც კარგია, ირონიაც კარგია, მაგრამ საქმე უპირველეს ყოვლისა და ეს საქმე დარწმუნებულია, რომ სოციალური ადამიანები რაც მეტად იქნებიან საკრებულოებში, სხვადასხვა დონის წარმომადგენლობრივ ორგანოებში, მით უკეთესად იქნება ჩვენი საქმე. ასე რომ მეუბნებო სოსონი კობერიძეს ვაძლევთ ვაჟას კვარტლები, ნუსუბის პლატოები ხმას და 4 ოქტომბერი დარწმუნებული ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მშვიდად ჩაელოს და გაიმარჯვებს საღი აზრი ქართულ ხალხში. ასე რომ ხმა მიეცით ნომერ 11 სოსო კობერიძეს. დასკვნით თქვენ. უნდა გეთქვა უპარტიოს, ეგ ბოდიში.